საღამოშვიდობისა, ჩემო ძვირფასებო, ჩემო კარგებო, ეხლა ვარ თბილისის ერთ-ერთ უსაყვარლეს ადგილას. არ ვიცი როგორც თქვენ, მაგრამ მე ბავშვობიდან ვაგროვებ საიდუმლოს გეტყვით. ვაგროვებ აი ამას. მე მაქვს ძალიან ბევრი კილიმები და ბავშვობიდან მიყვარს კილიმები. მე ხალიჩები ისე არ მიყვარს აი ეს ბუსეს, მე მიყვარს კილიმი, რატო არ ვიცი სიმან, მაგრამ კარგი ქართულ კილიმს აი ჯვრები რო არის და რაღაცა გიჟდები ვაფრო ჭკუაზე არ ვარ. აი ფარდაკები რო არის, ხო ფარდაკები და მოკლედ გიჟდები ძალიან მიყვარს. ანუ და იყოს სპარსული, კარგი ხალიჩი, რომელიც ისე ძვირიღეს, მაგის ნევრები არ მაქვს, შემო ბატონო, მაგრამ აი ქართული კილიმს არაფერი არ ჭობია. ახლა უნდა გაგაცნო ჩემი დაქალი. ვიცნობ უკვე არ თქვა რამდენი ხანია გიცნობ, არ არის საჭირო ხახმა ეცოდეთ რა ასაკის ვარ. ხო არ არის საჭირო, ჩვენ მეგობრები ვართ ძალიან ბევრი წლები და ჩემი უსაყვარლესი დაქალი აი ასე უნდა გაგაცნოთ. მოკლედ ამ ქალბატონის დაჭერა ძალიან რთულია, ხან ლონდონშია, ხან სადარე, ახლა რასიზმს სულ დაკავებული არის. მაგრამ ესე იგი ჩემი კოლექციის 80% შენგან არის. უმაგრესი, ყველაზე კარგები. თაროდის ყიდულობდი, გახსოვს? აი არავინ რო არ ყიდულობდა. და როგორ გიხარდა შენი შემოსვლა? აი მე მოვიდა. აბა და თან ესეთი. აბა საუკეთესო უნდა ყველაფერი და ვაჭრობა. ყველაზე მეტად მე მიყვარს აი ქართული აი არ არის ესეთები. ხო, ახლა მე რაც მაქვს, ახლა ბოდიში, ახლა ჩემი უკვე არის საკოლექციო და ალბათ შეიძლება გამოფენაც კი გავაკეთო, ეს მაგას ფიქრობს. ისე კი მაგას აკეთებელი. ის რაცა მაქვს, აი რაღაცა 6 მეტრიანი რომ აქვს, რაღაც სასწაული. აი ეს წითელი და ჯვრები რო არის, დედა ეს სასწაული. ნაწილი პარიზში მაქვს წაღებული, მაგრამ აქ ნაწილი აქ მაქვს. მაიქ შეიძლება Wi-Fi არ დაიჭიროს. მოკლედ, ეხლა ეს არის სასწაული ადგილი. თუ თქვენ ყავთ ტურისტები, თუ თქვენ ყავს უცხოელი მეგობრები, თუ თქვენ ყავთ აი მართლა გინდათ რომ ადამიანმა არა ეს რაღაცა ჩინური მაგნიტებს რო ყიდულობენ, ღმერთო ჩემო სიცოცხლე თავის მოჭრა. ჯობია იყიდო ერთი პატარა, მაგრამ ეს არის ნამდვილი საჩაქური. როცა ჩემი სტუმრები ჩამოდიან, მე მომყავს აქ, რატო იცი, იმიტომ რომ აქ როცა იყიდიან ერთ ფარდაკს ეს მერე წაიღებენ სახში და სულ ყოველთვის მე ხა საწავიღო და სულ ყოველთვის სახში აქ და თარი რა იცი იმას ხო დადებენ რაღაც სახში ეს იქნება კარიდორი იქნება ზალა იქნება ოთახი იქნება და მთელი ცხოვრება ეს ადამიანები სულ ახსოვთ საქართველოს ამაზე უკეთესი პოპულარიზაცია ჩვენი ქვეყნის არ არსებობს და აი შეხედეთ რა სილამაზი არის ხო აი შეხედეთ მესხური ფარდაკი ოსა ნახეთ რა სილამაზია შეხედეთ სასწაული მოკლედ რა ვიცი მიყვარს ძალიან არ ვიცი როგორ თქვენ მაგრამ მე ვგიჟდები აი შეხედეთ აი უყურეთ რა სილამაზია არის და აი ეს ჯვრები რო არის და აი ესე აი შეხედეთ რა სილამაზია ვგიჟდები აი ძალიან მიყვარს ნუ ესეც კარგია მაგრამ აი ასეთი სტილის მიყვარს ძალიან როცა აი პატარა ჯვრები რო და ან წარწერა რო არის ხო მე აქ ადამიანი არის და მე მაქვს ერთი ფარდაკი წერია 1936 წელი შენთან რო ვიყიდი ხო შენთან რო ვიყიდე და რა ვიცი მოკლედ ძალიან ბევრი კი ანუ არის რაღაცეები მაგრამ აი ხალიჩები რაღაც მაგრამ აი ჩემი არის აი ასეთი ახლა მე მინდა გაიგო ჩემი გემოვნება რა არის აი მე ასეთი ფერები მომწონს უყურეთ აი ესე იგი მესხური მყარებია მე ხო აი ესეთი რაღაცა უსეთი აი თავის დროზე ალბათ ძლიერი ფერი იყო და მე ჯდება ფერი უყურეთ და მე უფრო ესე რაღაცა კაი ის არის საერთოდ რო რაღაც სიამოვნებს ნუ ახლა ეს სპარსულები ნუ არა მაგრამ ხო არა ხო ნუ ეს ხო შეიძლება რა საყვარლობა არის ისტორია ეს ახლა უფრო ახალი არის ესა აი პირდაპირ რომელიც ეს ახალი ჩვენიც არ არის როგორც ბევრი არაქართულიც არის ხო აი კავკასიური არის ხალხები მოკლედ შეხედეთ რა საყვარლობა აი ახლა გაჩვენებ დაიცად აი ახლა რაღაცას გაჩვენებ აი უყურეთ ყველაზე კარგი აი მარკეტინგს ვაკეთებთ ახლა კიდევ ერთხელ როცა ყავთ სტუმარი აი ასეთი ბალიშებზე ხალხი გიჟდება უყურებ პატარა ბალიში როცა არის ეს არის ძველებური
ბარდაგებზე უკვე დაზიანებული არის და ის დაზიანებული რომელიც არის კარგად შემორჩენილი ნაწილები იმისგან კეთება შეხედეთ კარგი ბალიშები არის და ამაზე უკეთე აი დამიჯერეთ რა თუ გყავთ უცხოელი სტუმარი ამაზე უკეთესი საჩუქარი არ არსებობს იმიტომ რომ ეს არის ქართული ამას გამოიყენებენ და სახში რო იქნებათ from where it's coming from it's from Georgia და მე wow და ეს ჩათვალეთ იქნება იმ უცხოელ ოჯახში როგორც ჩვენი პატარა ელჩი აი ეს პატარა იქნება ჩვენი ელჩი და ილაპარაკება საქართველოზე და ჩვენ ისეთი პატარა ქვეყანა ვართ ჩვენ ყველაფერი უნდა ეს აი ეს მომწონს ეს კარგი შეხედე აი გიждები როცა არის აი ესეთი კუბიკებით გაკეთებული არ ვიცი რატომ მაგრამ აი ესე მიყვარს არის ხო აი ეს პიქსელებით რო არის გაკეთებული ახაც მე ცხოველებით რა იცი რამდენჯერ ვნახე არც ერთი არ მომეწონა კარგი აი საბჭოურები ძალიან არ გიждები იმიტომ რომ ზოგი კარგია მაგრამ იშვიათი იყო მე რომ მომწონს ხო იცი მე როგორ პრეტენზიული ვარ ხო თუ კარგი არ არის ჯობია არ მქონდეს მაგრამ ეს ბებიაჩემის გამოდის ბებიაჩემი იყო ამ უნდა იყო ძალიან კარგი თუ საჭმელი არ იყო კარგი არ შეჭამდა თქვა რა მშია და всё აი ეს აი ეს ბებიაჩემისგან მომდის ვაიმე ნახეთ ეს რა кай ფარდაკი ეს რა შეხედე ეს მესხურია ვაიმე ესე იგი მე მესხური მყარები ესე იგი მესხურებზე გადავედი აბა გავშათ ხახუნა ნახეთ და დატკბით რა კიდევ ერთხელ ეს არ არის არც ყიდით ამ ეს არ არის თქვენი ვიტამინები და რაღაცაები ეს ახლა ეს არის სასწაული თუ თქვენ ოჯახში გააქვთ ეს არის უმდიდრესი რა ვიცი ეს არის საგანძური ყველა მე ვიყიდე აღარ არის და აქო და ფასები ამიწიო უკვე ყველაფერი ნამიდი ყველა მაგრამ არ გაყიდოთ ხალხო არ გაყიდოთ თუ თქვენ ოჯახში შეინახეთ შეხედეთ რა სასწაული არის ნახე 1995 წელი წერია რაო მუნარ რიამა რაღაც ინიციალები დეცა წელი რაღაცა მუნა რიმა რა ვიცი შეიძლება რაღაც რა ხო რაღაცა აი შეხედე რა საყვარლობა ხალხო просто ნახეთ რა აი ელემენტარულად რაღაცები გვაქვს კარგი საყვარელი გემები და გამოვიყენდეს გავწუნდეს კარგად ხედავთ ხო აი ეს ადგილი მიყვარს ძალიან თბილისში როცა ჩამოვდივარ შანსი არ არის აქ რო არ შემოვიდე შანსი არის просто აი ნახეთ აი შეიძლება აი просто რო ნახო აი ამით შეიძლება просто ადამიანი დატკბე ნახეთ აქ სიმღერებიც არის შეხედე აი ძველი თბილისი 64-ში ამას ქვია აი 64 ეს არის მეტი კი არაფერი არა 64 და ამს და ჩემ მეგობრებთან რო შემოვივლი და ძველებო დროს რო გავიხსენებთ არა ნახეთ ხახნა რა მაგარია სასაული ნახეთ ნუ აი ძალიან მაგრამ აი ახლა აქედან ხო აი მე რომეც მომეწონა მე უფრო მომწონს უფრო აი დამჯდარი ფერი მაგათ ეს ეს აი ჩემი გემოვნება ახლა ყველას აქვს თავისი გემოვნება ხო აი მე უფრო მიყვარს აი ასეთი აი ხო აი არა რომეც თავის დროზე ეს იყო უფრო ძლიერი ფერები და მე დაჯდა და შეხედეთ მე დამატებული არის შეხედეთ ნახეთ ხახნა ნახეთ რა მაგარი ვა დაიცათ 1950 წელი ხმალაძე მარო აი ქალბატონი მარო ეხლა ქალბატონი მარო აგერ ქალბატონი მაროც არის ეს არის ალბათ არ ვიცი ვინ არის შვილია და შეხედეთ რა შეხედეთ რა მაგარი სამზითვია ეს აქაც კიდე რაღაცა ჩაქსულია ეს არ ვიცი რა არის საყვარელიო ალბათ რა ვიცი მე მაგრამ შეხედე აი ნახეთ რა მაგარი არის აი ჩვენი ისტორია ხახნა просто დატკბეთ რა აი ნახეთ რა სილამაზეა აი ნახეთ რა სილამაზე აი და კიდევ ერთხელ თუ ამხელა დიდ ხალხი არ იყიდის და ფული არ აქვს და ასე შემდეგ მე რეკომენდაციას უწევ აი ასეთი პატარა ბალიშები ადამიანები სულ ყველგან გამოიყენებენ შეხედეთ ესა ჩემი რჩება რა ვიცი კიდე აი ესე აქ სიამონს კიდე თითო ჩემი ჩამოზე საქართველოში აქ ხო ისე შაი ჩაის კიდავლებ კი და ნანიკო უკეთ გურული ჩა ხო აი კაი ახლა გურულ ჩაისაც მივაყოლებ აი ესე კაი მეგობრებს რო ნახავ
ესე იგი, ჩვენ გავიცანით, მე როცა კიდე სანამ ნეპალში წავიდოდი, ეს იყო 2000-იანი წლები და ჩემი პირველი ფარდაგი აქ ვიყიდე. ძალიან მომეწონა და ესე იგი ეს იყო 2000-იანი წლები იყო პირველად როცა მოვედი, სანამ მე ნეპალში წავიდოდი და მაშინ რაღაც პატარა ფარდაგი ვიყიდე, მასპოს შემოვიდი და რაღაც ნახე და მე როცა ჩამოვედი ნეპალიდან, მე ჩემ ბინაში აქ სოულაში კიდე მაშინ ეს სამ პატარა კუკუ რაღაცა იყო და მინდოდა რაღაცა გამეკიდა, მაშინ ვიყიდე და აი ასე გავიცანე და ეს ამხელა რაღაც არ იყო, ეს სხვანაირი იყო ცოტა, აქ ბევრი ხალხი იყო რაღაცა და მახსოვს აი აქ ვიყიდე პირველი ეს ჩემი ფარდაგი, ჩემი სახლისთვის აქ სოლოვაკში და იმის მერე აი ეს უკვე და მე მომეწონა, იმიტომ აქ სხვა მაღაზიებიც იყო, რა თქმა უნდა, თბილისში იქეთ იყო, იქეთ, მაგრამ აქ მომეწონა რაღაცა ეს სითფო იყო და რაღაც დავმეგობრით, აი 2000 წლიდან ღერთო ჩემო. ხო და ამის შემდეგ აი სულ ყიდულობდი აი როგორიც და თვითონ ჩამოსვლა ცდილობდი მართლა გეუბნები თვითონ ჩამოსვლა ცდილობდი ერთი ანუ გეტყვით საიდუმლოს მოკლედ მე ვყიდულობდი თვითონ ჩემ ჩამოსვლაზე ერთი ფარდაგი და ერთი ხატი მე და უნდა იყოს აუცილებლად ესე იგი უნდა ყოფილიყო დაწერილი ხატი და სულ ცდილობდი რომ ყოფილიყო ძალიან განსხვავებული და თვითონ ჩამოსვლაზე ეს სულ ჩაფირქებული ქონდა ერთი ფარდაგი და ერთი ხატი ძალიან ბევრი ადამიანი მეუბნება გიორგი აი ძველი რაღაცები რო გახსახშიო არ გეშინიაო აი მაინც ახლა ის ძველი მეპატრონეო იმისი ესაო მე ვგიჟდები აი ყველაფერი რაც არის ძველი ვგიჟდები ეხლა შენი გამოცდილება ახლა ამ ყველა ფარდაგს ყავდა ჯეთის ვიღაცა გააკეთა ვიღაცისათვის ოჯახში იყო და აი შენ რას ეტყვი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანს ზოგს ეშინია. თავისი თავგადასავალი ქონდა ამ თითოეულ ფარდაგს, ხო? ჯერ როგორ ოქსოვდნენ, ერთი 7-8 თვე ხო უნდა ერთი წელი ქსოვას, არა? იმ პერიოდშიც ახლა იმ ადამიანის ცხოვრებაში რამდენი რამე ხდებოდა. ხო და ეს ყველაფერი ხო მაინც როზიხარ შენ ამ ფარდაგთან ხო გადადეს ეს განწყობა, ხო ჩუმად ხარ და შენი ფიქრები გადადეს. Ну, რა ვიცი, ეტყობა ძალიან კარგი ხალხის გამყიდულობდი ამ ყველაფერს, ჯერჯერობით კარგად ვარ ცოცხალი ვარ. რომ მოიდომებ, ყველაფერს გააკეთებ. ერთი თუ შეიძლება ამ ბიჭოს თქვა, აი ზედა ფარდაგი მომეწონა ძალიან. ხო, აი რაღაცა ჩვევები თუ არის. აი ერთი ზედა რო დაგონახოთ, აი რაღაც. ჩემ კოლექციაზე ჩაგეყვანო საერთოდ. მაგრამ იქ დაიჭეს Wi-Fi. აპამ ნახო, თუ დაიჭეს Wi-Fi. ვაიმე, ეს მე არ მინახია. ეს რები გოგოა გაკეთებული. არისო. არა მე წასული იყავი და ეს აქ იმედია. შენ სანამ მოგზაურობდი გენაცოლი ჩვენ აქ. ვაუ, მუზეუმის ადგილი. დედა რამ ეს რო ალიბაბას ის არის ადგილები. ეს რა ვა, რა მაგარია. ნახე, ეს კოლექცია არის იქით. ვა. აი, რო არ ყიდის. ხელშეუხებელი, რო არ ყიდის. ვა, რა მაგარია, შეხე. ზედაპირულად შევახედოთ, აი ჩვენს მოსახლეობას, აჰა, აი ფერებში, ვაიმე, აი ეს მომწონს, აი ახლა არ ვიცი, მაგრამ აი ეს ჩემი თვალი პირდაპირ ამას შეხედა. აი პირდაპირ აი არ ვიცი აი თვალმა კი დამანახე აი თვალმა დამანახე რაღაც ამდაგვარი მაქვს მაგრამ ეს რაღაცა ესეთი ფერი ეს ლურჯი ხო აი რაღაცნაირად ხო აი ესე იგი აი ნახო თუ ჩემი გემოვნება მართლა კარგია აჰა აი მე რომ მიყვარს ხო აი ნახეთ, აი ხალხო, შეხედე რებს განახებთ. ამას ვინ დაგანახებთ თქვენ? ვინ? არავინ არ დაგანახებთ. შეხედეთ რას აი მე რომ აქ დიდი წითელი აი ისეთი ხო იმას გავს დედა დედა რა სილამაზია. ეს რა ნახა ჩემმა თვალებს. აი ეს მე მომწონს. ეს უფრო ახალი არის? ძველი, მაგრამ რა კარგად შენახული არის. ვაიმე ნახეთ ხალხო, ეს არის 64 ნახეთ ჩარჩო სასწაულია აი ეს რაღაცა ინდიგოს ლურჯი ფერები ეს პატარა შეხედეთ რაღაცა აი სასწაულია ვაიმე ახლა რო უყურება გამაჟრიალა შეხედეთ რა ნამუშევარია ვინც ეს შექმნა ან ორმხრივი არის ნახე ორი მხრივი ფარდაგის ქსოვა სასწაული ანუ რა ხარისხი ანუ ეს არის აი ენით აუღწერელი რაღაცა. ტელეფონში კიდე კარგად არჩევს.
ხო, აი მართლა ხო აი ხა უყურებ ეკრანში ისი არჩას. ეს რა მაგარი რაღაც არის. ვაიმე, ეს რა მაგარი. შეხეთ აი ეს წითელი, აი ეს ვაიმე, ამაზე ახლა ვაფრენ. ისე თვითო ჩამოსულ ერთ სალი ხომ დავიყიდო. ნახეთ ხახნო რა მაგარია. 1909 წელი. შეხედეთ ეს წითელი. ამას ცოტა რესტავრაცია უნდა, რა თქმა უნდა, ახლა კიდე რო ცოცხალია, ისიც კიდე გასაკვირია, მაგრამ შეხედეთ, აი. ეს არ ქალები რომ. მაგრამ შეხედეთ, ვაიმე, ეს ორი ქალები შეხედეთ, რა ვერ არიან ჩამწყვეტებული, 4, 1, 2, 3, 4. ფართი აქვთ აგერ. არა, ქვევიდაც არიან, შეხედეთ, აქაც კიდე. ეს ქალები შეკრიბებოდნენ ხოლმე, დაждდებოდნენ ამ ფაქტებს, ხსოვდნენ, თანჭორაობდნენ ქვეყნის ამბებს. ყველა ერთად ხსოვდა, ასე და ძალიან საინტერესოდ ატარებდნენ ჩვენზე უკეთესად დროს. ვაიმე, ხახნო, ნახეთ რა მაგარია. ნახეთ, ეს ორი მამალი. ეს არის მესხური არის. არა, მესხური არ არის. ეს უბრალოდ კახურია, მაგრამ მან გადაწყვიტა რომ ეს გაიკეთები. ხო, სასტუმრო. ყველა გაკურებულია და მოდიან და ვაიმე ხომ არ გაქვთ მამლები და ჩვენ ახლა აღარ გვაქვს ეს მამლები, სულ ინკას მივერცით. სამაგარი. მოკლედ აი ასე ჩამოზვირფასებო. ეს სილამაზე დაგანახეთ. მოკლედ ვაიმე ისე მომეწონა ეს ხალეჩა. არ უნდა შევსწრე. აბა ჩვენი ჩაი მოდის ახლა ძალიან მაგარი ჩაი არის ასეთ კვეს ხო და აგერ მე ჩავждები კუთხეში აგერ ვაიმე და მუსიკები გულავი მიდის ახლა ხო ხდება ხალიჩებს ჩაი კი ხალიჩებს უხდება კარგი გემრიელი ჩაი ძალიან კარგი არის აი მართლა აი ხო აი ესე იგი თუ შური და ანუ საბოლოო ჯამში ჩემი დასვლა ჩემი გემოვნება ხალიჩები ეს არის თუ შური რომელს მე გიждები და მესხური არ ვიცი მოკეთ აი მჩუკნის ახლა რაღაცებს ხო და რა ვიცი აბა მოდი აქ ნახო თუ გამომადგება ამ ჩემ გაციებულ გულზე ეს რაღაცა ახალი რაღაცა არის როგორც ისა ამაზე დაიცადე ცივა მე ცივანა ვალეცა ჩამეტიევა ჩავეტიე რომელიც არ იყიდება მაგრამ იჭდება ეს არ იყიდება დაიცა დაიკავე ასე დაიკავე ეს უნდა გაიხადო ეს ხო ეხლა უნდა გავიხადო ხალხო არის შალი ძალიან სასარგებლოა ესეც და აი წელი მოგივა ხო რა ნამდვილი შალია ნატურალური საყიდავებით არის ესე რომ არაფერი არ გავნებს აბა ხალხო რას ფიქრობთ შემაფასეთ ეხლა ეს კი არის გაეროსი ჩემ ხიპი განახედია კაი მოტრები აი ეს არის რას ფიქრობთ შეაფასეთ ის არ არის აუცილებელი წინ მაინც თავარი არის ეს აი ეს შეიკრას ეს არ არის აუცილებელი თავარი არის ეს რას ფიქრობთ მოკლედ აი всё აი საჩუქარი აბერტყი მადლობა ჩემო კარგო აი ნახეთ ძალიან საყვარელი ხარ ძალიან სხვათა შორის გუშინ ვფიქრობდი აი არ მინახია გიორგი დიდი ხანია რაც ისა რა ქვია მე რო იქ ვარ ჩემ შულთან გიორგი მოდის მაშინ და გუშინ ვფიქრობდი იცი რომ ნუ თუ გიორგის ვერ ვნახავ ინტუიცია რა და არ გამომეცხადა დღე ეს რამდენი კაი ხანი არ მინახე ხან კი საყვარელი გიყვარდეთ ეს ადამიანი არის მოვლენა ხალხო კი ვაქებთ ერთმანეთს მაგრამ მართლა მოვლენა კაი ძალიან დიდი მადლობა ნახეთ აი რა კარგი საჩუქარი მაქვს ნახეთ ძალიან მიხარია რა ვქნა ხომ თავარით არ არის კარგი რომ ეს მართლა შალი არის და ასაკითავისას შვება კარგი იქნება როცა რაღაცა გაცივდები თბილად ჩაიწვე ან სამთას მაგარი არის მოკეთ თქვენი არის წევედი ახლა მე საჩუქრებით სავსე და სიყვარულით სავსე თავარი რაც არის მოკეთ წავედი და კიდევ ერთხელ გახსოვდეთ ჩვენ თუ არ მიხედა ჩვენ ქვეყანას არავინ არ არის ვინც ჩვენ ქვეყანას მიხედავს ეს ერთი და მეორე გვიყვარდეს და ვაფასოთ ის რაც გვაქვს შეხედე რა რაღაცეები გვაქვს გახსოვდეთ როცა ყავთ უცხოელი სტუმარი ამაზე უკეთეს საჩუქარი შანსი არ არის და თუ არ ან ვერ ყიდულობ დიდს
ან იშლება მათს არ უნდათ. პატარა ქისაც კი ჯობია შეგა რა რაღაცები, რასაბრაკო სასწაული. ეგ არის და ეს არის ისეთი რაღაცა, ეს არ არის რომ აი დღეს მოდაშია და ხვალ მოდაში არა, ამას მოდა არ აქვს. ეს არის აი მუდმივი არის, აი წელს არის წითელი მოდა, მერე მწვანე, მერე ყვითელი, მაგრამ ამას მოდა არ აქვს. ეს არის მუდმივი. ეს ძალიან ჩვენ ცხოვრებაში ძალიან იშვიათი არის რაღაცა ისეთი, რაც არის მუდმივი. მუდმივობა ძალიან გვაკლია. ხო, ოიქე მართალია. ერთხელ იყო და მეტი აღარ იქნება. მოკეთ მიყვარხართ ძალიან და გახსოვდეთ სიყვარული გადაგვაშვენ ჩვენ როგორც აი ესეთი ლამაზი და სიყვარულით სავსე ქართული ფარდაკები. აბა თქვენიც კარგად.